ვეფხისტყაოსანში უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი არის შეხვედრა გმირების. როგორ ხვდებიან ისინი? როგორია მათი აღქმა ურთიერთის? ეს ვეფხისტყაოსანში განსაკუთრებულად საინტერესოა. რუსთაველი ვეფხისტყაოსნის გმირების შეხვედრას გასაოცრად აღწერს საოცარი მეტაფორებით. იგი გულისხმობს, რომ ადამიანის მიერ ადამიანის გაცნობა ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ. ერთი ნახვით ადამიანი უკვე მთელ სამყაროს შეიმეცნებს სხვა ადამიანისას. ქალი ადგა, წავიდა ავთანდილის მოსაყვანად, არ ეწყინაო უთხრა. ნუ გეშინია, მოჰკიდა ხელი მოიყვანა, როგორც მთვარე მოსავანებლად. იგი რა ნახათ არიელ, თქვა მზისა დასაკვანებლად. ისევ რუსთაველი მზეს და მთვარესთან მიმართებაში ხადავს თავის გმირებს. გამოეგება ტარიელი, მართებს ორთავე მზედარად, ანუ მზეს ჰგავდა ორივე. ან ჰგავდნენ უმთვარო, ან ჰგავდნენ მცაზე მთვარეს უღრუბლოს, რომელიც შუქს მოაფენს ბარად. ასევე ალვის ხიდან მონაქროლი სურნელებაც ახლავს მათ შეხვედრას და ალვის ხის ტანიანებად იხატებიან. ხე ალვა მათთან არ ვარგობდა, ისეთი აღნაგობა და ტანადობა ჰქონდათ ორივეს. თვითონ რუსთაველი გვეუბნება ამ შეხვედრისას, ვის ვადარო ისინი, შვიდთავე მნათობის შესადარებლად თუ ვიტყვიმათ. მათ ერთმანეთს აკოცეს, არ დაერიდნენ რცხობით. ვარდი მათი, ანუ ბაგე, კბილნი თეთრი გამოსჭვიოდა, ვარდი გაიხლიჩა, ყელი ყელს გადააჭდეს, ერთმანეთს აუტირდეს, ქარვა და იაგუნდი ლალად ღირდეს, ანუ პირისახის ფერი შეიფატლა ვარდისფრად, ლალისფრად. ავთანდილს ხელი შეუყრა ტარიელმა, ანუ ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს. ერთგან დასხდეს, იტირეს ცხელი ცრემლით. ასმათი მათი შემხეთვარე გაუცებული იყო, გაკვირვებული და ასე მიმართა, თავს ნუ დაიხოცავთ, მზეს ნუ დაიბნელებთ. კვლავ ტარიელის პირისახე ვარდთან არის შედარებული და ეს ვარდი კვლავ დათრთვილია, მაგრამ არ არის დაზრული. ყმას მიმართა ტარიელმა ავთანდილს. მე სწრაფების მითხარი შენი დაფარული. აი მნიშვნელოვანია, შეხვდა, მოეწონათ ერთმანეთი, ორი მზის შეყრას ხატავს თითქოს 7 მნათობს ადარებს რუსთაველი და ეხლა ჩანს, რომ ტარიელი, რომელსაც მოეწონა ეს უცხო ყმა, ეუბნება მიმართავს ასე. მეჩქარება, მესწრაფება, მითხარი შენი დაფარული. საოცარია, როდესაც ადამიანს გაიცნობ, პირველად ნახულობ და ეუბნები, შენი დაფარული მითხარი. ანუ ეს დაფარული ძალიან მნიშვნელოვანია, ის რაც გულშია, ის რაც თვალით არ იხილვება, ის რაც ადამიანის შინაგანი სამყაროა. ანუ აი ამის შეცნობაა მთავარი, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან და ტარიელს ეს ესწრაფება. ვინა ხარ, საიდან მოსულ ხარ, სადაური ხარ? მე სიკვდილს აღარ ვახსოვარ და შენ ასე განწირული ადამიანთან რა მოგეყონა? ავთანდილმა გასცა პასუხი. რუსთაველი ხმარობს, სიტყვები ლამაზებია, ანუ
მის სათაყვანო გმირებს ყოველთვის სიტყვაც აქვთ ლამაზი. მათი ბაგედან წარმოთქმული სიტყვა ძალიან შვენიერი უნდა იყოს, ისეთივე ლამაზი, როგორც მათი გარეგნობა. ლომო და გმირო ტარიელ, აი ასე მიმართავს. ვისაც დავით გაგინაზებია, მე ვარ არაბი, გაეცნო ახლა, არაბეთში არის ჩემი დარბაზები. და პირველივე, რასაც ტარიელს ეუბნება, ანუ თავისი დაფარული, თავისი საიდუმლო, რაც უკვე უნდა პირდაპირ გააცხადოს, არის მიჯნური ვარ, მიჯნურობის ცეცხლით ვარ დამწვარი. ანუ მიჯნურობა არის უმთავრესი რუსთაველისთვის. გმირებმა ერთმანეთი რომ გაიცნეს, მათი დაფარული ეს არის მიჯნურობის ცეცხლით ზღვა. მე ჩემი პატრონის, ჩემი მეფის ასული შემყარებია. ის მეფეა. თუმცა არ იცნობ, მაგრამ რომ ნახო, რომ გაგახსენო, მიხვდები. გახსოვს, როდესაც მონები დაუხოცე მეფეს. შენ მინდორში იყავი გამოჭრილი. ჩვენზედ გადაგეკიდეთ, ანუ შეგხვდით. პატრონი ჩემი მეფე წაგეკიდა, გიხმეთ, ახლოს არ მოხვედი, ლაშქარი გამოგეკიდა და წითლად შეღებე მათი სისხლით მინდორი. ყველას მათრახით თავი გაუკვეთე. მეფე შეჯდა, გაოცდა, შენ ყვალს ვდიეთ, მაგრამ როგორც ქაჯი, ისე დაგვემალე, მონებიც დავაფეთეთ, მაგრამ შენი მნახავი არავინ იყო. ჭუმუნმა შეგვექმნა, თქვენ ციცით ხელმწიფენებიერია, მოგნახეს ყველგან გძებნეს, ლუკა დაწერეს, მაგრამ ვერსად ვერ ნახეს მნახავი, ვერც ყმა, ვერც ბერი. და აი ახლა ჩემმა სატრფომ გამომგზავნა, ვინც მზეს გავს და ეთერს, რომ გავიგო შენი ამბავი. მიბრძანა გაიგე იმ ყმის ამბავი. 3 წელია ცრემლს ვღური და ვერაფერი შევიტყვე. აქამდე შენი მნახავი მე არავინ შემხვდა. ეხლა ნახე 3 ყრმა, რომელიც ასევე მათრახით თურმე დაგიჭრია და სულთ მობრძავი იყო ეს ერთ-ერთი ძმა, იმათ მითხრეს მანიშნეს შენი გზა. ტარიელს გაახსენდა, თქვა, მახსოვს ეგ ამბავი, თუმცა ადრინდელია. ერთგან გნახეთ, ნადირობდით შენ და შენი გამზრდელი, მე კი ვკიროდი. მომაგონდა ეგ დრო. და აი ტარიელი ამბობს სიტყვებს, რომელიც ვეფხისტყაოსანში ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვტიროდი, თქვენ ჩემგან რა გინდოდათ, ერთმანეთს რითი ვგავდით? თქვენ მოჭმოვნის თამაშობდით, ნადირობდით, მე კი მტირალი ღაწვებს ვბანდი. მერე მონების შესაპყრობლად გამომიგზავნეთ და მიიღეთ ის, რაც გეკუთვნოდათ. მოვიხედე, როდესაც დავინახე პატრონი მეფე, ხელმწიფობის გამო შემებროვე, ამიტომაც ხელი არ შევახე. თვალს წინ გამოვეკეცი. ჩემი ცხენი უჩინოს გავს, მას ვერავინ დაეწევა. თვალსაც კი ვერავინ შეასწრებს. ერთ წამში დაიკარგება. ისინიც უნდა გამახსენდა, ვინც ასევე მათრახით მოვიცილე. ეხლა მე შენი ამბავი ნამდვილად მე ამბაშენი ნახვა. რუსთაველის გმირები, როდესაც მათ ერთმანეთი მოსწონთ პირველი შეხვედრისთანავე, ისინი ამკობენ ერთმანეთს, აქებენ. ტანად სააროხარ ეუბნება ავთანდილს, პირად მზე, მამაცად მსგავსი ხარ გმირის, გარჯილ ხარ, ბევრი ჭირი გადაგიხდია, ძნელია ადამიანის კაცის პოვნა, რომელიც ღვთისგან განაწირია. ავთანდილმა უთხრა, შენ მაგებ, ვისაც ბრძენი უნდა გაქებდნენ? მე არა ვარ ქების ღირსი, შენ ხარ მზის მსგავსი, სახე ხარ მზისა, მნათობისა.
და ამდენ გასაჭირს, ამდენ ცრემლთა დენასაც არ შეუძლი ხარ. და აი ყველაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტროფი ამ შეხვედრისას თელს პოემაში მნიშვნელოვანესი, რომ ავთანდილი ტარიელის წინაშე წარმოს თქვავს. მე დამავიწყდა, ვინც დაბინდა ჩემი გული, ანუ ჩემი სატრფოც კი დამავიწყდა. მისი სამსახურიც დამავიწყდა, იქმნას რაც არის, რაც არ უნდა მოხდეს. იაგუნდი ეგრეცა სჯობს, 1000 ჯერცა მინა მინდა. ანუ იაგუნდს ვამჯობინებ მინას, ოღონდ შენ გიახლოს სიკვდილამდე და ამის მეტი არაფერი მინდა. აი ეს არის მნიშვნელოვანი. ისეთი იყო ამ შეხვედრაში ტარიელის განცდა და ავთანდილის განცდა, ასეთი ორი სწორი რაინდის შეხვედრა, რომ რუსთაველი ხატავს მათ უკვე გამსჭვალეს ამ შეხვედრისას დიდი სიყვარულით, თავიანთი არსება განიმსჭვალა და ავთანდილი უკვე მზად არის, რომ ყველაფერი დათმას, მათ შორის მიჯნურიც, ოღონდ შეუყვარდა ტარიელი ისე, რომ სიკვდილამდე ახლოს მას და რამე არგოს. ტარიელმა უთხრა: მე შენი გული მემხურვალება, მიკვირს, მაგის სანაცვლოდ რა გავაკეთე, მაგრამ წესია მიჯნურს მიჯნური შეებრალება. მაგრამ შენ საყვარელს გაგყარო ეს არ მომწონს, არ შეიძლება. ჩემს საძებნელად წამოსულ ხარ, პატრონი დაგიტოვებია. ღმერთმა ქნადაგი პოვივარ, შენც მამაცურად ცდილ ხარ. მე თუ ვიტყვი, ცეცხლი დამწვავს. ჩემს ამბავს თუ ვიტყვი, ცეცხლით დავიწვევია, ამბობს ტარიელი. ასმათმა უთხრა: ცრემლით და ცეცხლით იწვევი, ეს მოყმე შენთვის არის. შენს ღმერთმა შენთვის მოავლინა. მე ხვეწებოდა მუხლმუყრით, როგორმე იქნება მამცნო მისი ამბავიო და შენ თუ ამცნობ რაიმეს, მე არ შემეძლო მისი თხრობა. ტარიელმა ასმაც მიმართა: ჩემო დაო, ვხედავ ეს ყმაც ცრემლით და ტირილით არის მიჯნურობით შეპყრობილი. მისი გულიც უკვე ნაცნობია ჩემთვის. ანუ ტარიელმა გაიგო დაფარული, ანუ გულის თქმა მთლიანად შეიმეცნა ავთანდილის. და აი ავთანდილის მსგავსად ტარიელიც განიმსჭვალება თავგანწირვით ამ თავისთვის მოწონებული რაინდის მიმართ და ეუბნება მას, რომ მომიტანე ასმად წყალი. მე ჩემი ამბის თხრობა ვიცი, რომ შეიძლებდი ხოლმე გულზე წყალს, თუ მკვდარი ვნახო დამიტირე, სამარი გამითხარე. დაჯდა ტარიელი ღილჩახსნილი, ხრები ამოყარა, ამბობს რუსთაველი. ვით მზე ისე იჯდა მოღრუბლული, შუქი ადგა გარს. მან გადაწყვიტა, რომ დაიწყოს თავისი ამბის თხრობა, ცხელი ცრემლი გადმოყარა და წარმოს თქვა: საყვარელო ჩემთვის დაკარგულო, იმედო ჩემო სიცოცხლეო, გონებავ სულო და გულო, ვინ მოჰკვეთ არ ვიცი, ედემში დანერგულო ხეო, ცხელმა ცეცხლმა დაგწვა, გულმა დადაგულმა 100 და 1000 ჯერ. რუსთაველი ძალიან ხშირად ხმარობს ალვის ხეს. ალვის ხე ეს ისეთი მეტაფორაა, ერთ-ერთი უმთავრესი ვეფხისტყაოსანში, რომელიც სწორედაც წარმოაჩენს, რომ ადამიანის შვილს დაკარგული აქვს ედემი. იგი არის ედემიდან გამოდევნილი. რომ მას ედემი მოსაპოვებელი აქვს, ხელახლა, ტანჯვით, შრომით, ცრემლით და აი ამ დასასრულ სტროფში კარგად ჩანს ტარიელი თავის სატრფოზე ამბობს, რომ ის არის ედემში მოკვეთილი ხე.
მართალია ის იყო ედემში დანერგული, მაგრამ ახლა არის უკვე მოკვეთილი. ამ მეტაფორას ძალიან ხშირად შევხვდებით ვეფხისტყაოსანში და ალბათ წარმოჩნდება ის მთავარი კონცეფცია რუსთაველის, რომ როგორც დიმეტრე მეფის საგალობელშია ალვის სუნელი სამოთხის ედემში დანერგული ალვა, ისე გაიაზრება ადამიანი, რომელმაც დაკარგა თავისი ედემი და მან შრომით, ტანჯვით, ცრემლით კვლავ უნდა ეცადოს, რომ მოიპოვოს სამოთხე, ანუ ედემი. ეს ერთ-ერთი უმთავრესი მეტაფორა, რომელიც ამ თამაში შეხვდა, არის ედემის ხე, ალვა სუნელი.